სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ანსამბლ მთიების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გარაყანიძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დავიწყოთ იმით, თუ როდის ჩამოყალიბდა ანსამბლი მთიები. მოგვიყევით მის შექმნის ისტორია. მთიები შეიქმნა 1980 წელს ცნობილი ეთნომუსიკოლოგის ედიშერ გარაყანიძის მიერ და შეიძლება ისიც ითქვას, რომ მთიების შექმნა იყო ასე ვთქვათ რაღაც სიახლე ფოლკლორის სივრცეში, იმიტომ რომ ეს ანსამბლი მოგეხსენებათ განსხვავდება ყველა სხვა ანსამბლისაგან, მით უმეტეს მანამდე არსებული ანსამბლებისაგან და იმ დროს დამკვიდრებული ეგრეთ წოდებული აკადემიური მიმართულებისაგან. ამ ანსამბლის მიზანი იყო, ამ შექმნის მიზანი მიახლოება და სვლა პირველ წყაროსკენ. ანუ იმ გარემოსკენ, იმ წიაღისკენ, სადაც შეიქმნა და სადაც ჩამოყალიბდა ფოლკლორი. მთიები შეიძლება ისიც ითქვას, რომ შედგებოდა მეგობრთა წრისაგან, თანამოაზრეთაგან, ვინც იზიარებდა ამ ყველაფერს ედიშერის მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებს და პროფესიონალი მუსიკოსები არ იყვნენ, მხოლოდ ხელმძღვანელი იყო, ესეც მიზანმიმართული იყო, ვინაიდან ფოლკლორის შემოქმედი გლეხი იყო და არა რაიმე პროფესიული მუსიკოს მქონე პირები და ეს ეხმარებოდა ანსამბლს იმ პირველ წყაროსთან მიახლოებაში. წეგან ახსენეთ თქვენ სხვაობა და რით განსხვავდება, რით გამოირჩევა თქვენი ანსამბლი სხვა ანსამბლებისგან და რა მიმართულება გაქვთ დღეს? შეიძლება ეს ითქვას, ესე იგი, ამ მიმართულებას პირობითად, რაც მთიებმა ჩამოაყალიბა, პირობითად უწოდებთ აუთენტურ მიმართულებას, რაც გულისხმობს სწორედ პირველ წყაროსთან სიახლოვეს და რაში გამოიხატება ეს? ეს გამოიხატება შესრულების მანერაში, თუ როგორც გლეხები, სოფლელი შემსრულებლები ასრულებდნენ, ასე ვთქვათ, იმ მანერის დაცვაში, ასევე ტონური სისტემის დაცვაში, ვინაიდან ქართული ხალხური სიმღერის ჟღერადობა და სხვა შესრულების ფორმები განსხვავდება ევროპულისაგან და აკადემიურისაგან. მთიების შექმნის მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ესე იგი აჟღერებულიყო კვლავ ის თვითმყოფადი ფოლკლორის სცენაზეც და ფართო მაყურებელისთვის ყოფილიყო ნაცნობი და ასე ვთქვათ, ქართულ ფოლკლორს არ დაკარგოდა ეს ცოცხლად, თორე ეს არსებობდა ისევ ჩანაწერებში და ალაგ-ალაგ სოფლად. ხო, ეს იყო მიზანი. რომ ესეთი მიმართულებაც არსებულიყო ქართულ სცენაზე და შეიქმნა კიდეც. ამ შემოქმედებით პრინციპთაგან ალბათ შეიძლება ის ითქვას, რომ მთიების მთავარი პრინციპი იყო სწორება პირველად შემსრულებელზე, რომელიც თავად მღერის, იმპროვიზაციას აკეთებს შესრულებისას, თავად უკრავს საკრავზე და თავად ცეკვავს აბამს ფერხულს და თუ კი ანსამბლი ფოლკლორულად იწოდება, მაშინ ეს ყველაფერი უნდა შეეძლოს შემსრულებელს და მთიები სწორედ აი ამ მიმართულებით წავიდა. ჩვენ გვაქვს საშუალება ახლა ვნახოთ ზუსტად ვიდეო მასალა საკონცერტო ჩანაწერი, გთხოვთ გავუშვათ. ეს საკონცერტო ვერსია არის სპექტაკლიდან, ხომ? რამდენად ჩემთვის ცნობილია. დიახ, ეს არის შარშანდელი ჩვენი წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში და ეს თანამედროვე მთიებია დღევანდელი. როგორც აღმოჩნდა, თქვენ არა მარტო ვაჟთა ვოკალური ანსამბლი გაქვთ, არამედ სიახლეა ხომ თქვენ ანსამბლში? ამის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მთიები თავიდან ჩამოყალიბდა როგორც ვაჟთა ანსამბლი, თუმცა 2003 წლიდან უკვე ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში განახლდა შემადგენლობა, შეემატა ანსამბლს მთლიანად ახალგაზრდა თაობა და შეემატა გოგონებიც. ეს რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ქართული ფოლკლორი წარმოაჩინოთ უფრო სრულად, გულისხმობ ჩვენ ვასრულებთ ვაჟთა რეპერტუარსაც, ქალთა რეპერტუარსაც და შერეულ რეპერტუარსაც. აი ხა ეს კადრები რაც ჩანს, ეს არის ეს იმ ექსპედიციის კადრები, სადაც აი ეს ნიმუში ჩვენ ჩავიწერეთ და გადავიღეთ. ნუ ცოტა ესეთი
ნელა აქ ეს ლამპის აი ლამპა გვიჭირავს და ლამპის შუქზე ვიწერდით ამ ფერხულს და საკმაოდ ისეთი საინტერესო ამბავი ხა დაბრუნდება ისე. ანუ ამითი ისიც გამომივიდა იმის თქვა რომ ჩვენ რეპერტუარს ვცდილობთ ესე იგი შევაგროვოთ იმ პირველ წყაროდან თუ კიდევ სადმე არსებობენ ის შემსრულებლები ვეძებთ და ღვთისმსწავლობით რაღაცები მაინც გამოჩნდება ხოლმე. ჩვენ ასევე გვაქვს მასალა ალილოსი ხო რომელიც არის ესე იგი იმ დროს გადაღებული ალილოს მსვლელობისას ხო ჩვენს დროს ამაზეც ორი სიტყვით ვთქვათ თან გავუშვებთ ჩვენ მასალას და ვისაუბროთ ამის შესახებ. რაც შეეხება ალილოს ტრადიცია ყველას მოეხსენება დღეს გახლავთ შობის მილოცვა სიმღერით. წირვის შემდეგ ესე იგი რაღაც გარკვეული ჯგუფი მომღერალთა ჯგუფი მომლოცველთა ჯგუფი დაივლიდა სოფელს და ულოცავდა მოსახლეობას შობის დადგომას და ეს ერთგვარად ანგელოზთა მიმსგავსებაც იყო, როგორც თქვათ ანგელოზები ზეცაზე გადაიარეს და ახარეს ქვეყნიერებას, ასე ამრულს ასრულებენ მიალილოვეები. და ეს სიმბოლურიც არის, რომ ის ადრე დილით იწყება სიარული და ამ სიარულში ალილოზე ჩამოსვლობისას ნელ-ნელა თენდება და რაღაც ერთგვარად ნათელი შემოდის ხოლმე სოფელში. მთიებმა ეს ამ ტრადიციის აღდგენა და ამ ტრადიციის განხორციელება დაიწყო 80-იანი წლების დასაწყისში. და ამ ტრადიციას ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ იმ წინათაობის თითქმის ყველა ტრადიციას ვაგრძელებთ და ვცდილობთ ისიც გავაკეთოთ, რაც ვერ მოესწრო წინათაობაში. ალილოს გარდა ეს ალილოს კადრებია სხვადასხვა წლის, უმეტესად 2008 წლის კახეთში. და ეს მოახნიერი ალბათონების ახსენდებათ ხოლმე ბავშვობა და ეს ხშირად ტირილიც არის ხოლმე. და ბევრგან სადაც ჩვენ ყოფილვართ, მე მეორეჯერაც რო ჩავსულვართ, იქ უკვე აღდგენილი გვინახავს ბევრგან ეს ტრადიცია უკვე თვითონ სოფლელები დადიან ხოლმე ალილოზე. ალილოს გარდა მთიები ცდილობს სხვა დღეობებიც, აი ეს მივიწყებული ტრადიციებიც აღადგინოს. შეეხება აღდგომის დღეებში ჭონაზე ჩამოვლას და აღდგომის მილოცვას, ასევე სხვადასხვა ხატობებზე, სადაც თქვათ უკვე დაკარგულია საწესო სიმღერები, მაგალითად ლომისობა დღეს უკვე ესეთი ცნობილი დღეობა, ამაზე ვიტყვი ლომისობაზე შესაბამისი სიმღერა სრულდებოდა მხოლოდ იქ სამღერად განკუთვნილი და აი იმ სიმღერასაც როცა ლომისაზე ავდივართ ვასრულებთ ხოლმე და კიდე ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა ეს არის მასალა დისკიდან, რომელიც ახლავს წიგნს, რომელიც თქვენ გამოეცით, ხო? რა წიგნია, რას მოიცავს ეს? ეს წიგნი გახლავთ ნაშრომი სამეცნიერო წიგნად გამოცემული ქართული ეთნომუსიკის თეატრი. რაც გულისხმობს ამ წიგნში არის წარმოჩენილი სიმღერის ქართულ ყოფაში სიმღერისა და ყოფის ერთიანობა, სიმღერისა და წესჩვეულებების ერთიანობა, რაც განსაზღვრულია ტერმინად ეთნომუსიკის თეატრი. და ამას ისე ცოტა მაგალითადაც მოვიყვან, რომ ქართული სიმღერა უმეტესწილად არ სრულდებოდა ცალკე. სხვადასხვა სიმღერა, ყველა სიმღერას ჰქონდა თავისი გარემო. აი მაგალითად ალილოს უყურებთ, ალილოს არ იმღერებდნენ არასდროს სოფლად შობის გარდა სხვა დღეს. ამას აუცილებლად ალილოზე იმღერებდნენ შობაზე. ანუ გინდათ ჭონას აღდგომას იმღერებდნენ აუცილებლად ქრისტე აღდგას. ასევე შეიძლება ლაზარეს არ იმღერებდნენ, თქვათ თუ ჩვეულებრივი ამინდი იყო, ამას მხოლოდ გვალვისას ასრულებდნენ. აი დიდება ვნახეთ ჩვენ, დიდებას მხოლოდ წმინდა გიორგის თეობაზე ასრულებდნენ აი ამ დიდებას. ანუ ყველა სიმღერას ჰქონდა თავისი განკუთვნილი ადგილი. ან თქვათ დატირებას თუ მიცვალებული არ იყო, ან თუ მიცვალებულთან დაკავშირებული რაიმე წესი არ იყო, არ ასრულებდნენ. ანუ ეს სიმღერები სრულდებოდა აუცილებლად ყოფის რაიმე მომენტთან ერთად. რაც თავისი სცენარით მიმდინარეობდა, თავის წესჩვეულებებთან და მუსიკალურ თანხლებასთან ერთად. და ეს
მოვლენა არის განსაზღვრული ამ ციკლში ეთნომუსიკის თეატრად. ახლა ამ ტერმინზე კიდე მეც აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს ეს ციკლში შეიძლება გაეცნოს მაყურებელი. და აი ეს ვიდეო მასალას, რასაც უყურებთ ახლა ჩვენ, ეს და კიდე სხვა მრავალი ვიდეო მასალა ზოგი ექსპედიციიდან, ზოგი მთიების შესრულებით ახლავს სწორედ ამ წიგნს იმ დამოწმებულ მაგალითებად, აი რაზეც არის ციკლში საუბარი, შემდეგ ეს ვიდეო მასალაში თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი. ახსენეთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ანსამბლ მთიების ხელმძღვანელი გიორგი გარაყანიძე. განვაგრძოთ საუბარი, ბატონო გიორგი. რამდენად ჩემთვის ცნობილია, თქვენ გაქვთ ასევე საბავშვო სტუდია ამერიმერი, ხომ? ვისაუბროთ ამის შესახებ. რაც შეეხება ამერიმერს, მასზე შეიძლება ცოტა ადრიდან დავიწყოთ. ეს ამერიმერი ასევე ედიშერ გარაყანიძის შექმნილი სტუდია 91 წლიდან. და ამ სტუდიის მიზანი გახლავთ არა მხოლოდ თქვათ მუსიკალური ფოლკლორის შესწავლა, არამედ აქ აღსაზრდელების ერთგვარად ჰარმონიულ პიროვნებად აღზრდა. რა შეისწავლიან უშუალოდ? რას გულისხმობს ეს ყველაფერი? თვითონ სტუდიის კურსს, რომელიც ნინო ბაღათურიამ შექმნა ედიშერის მეუღლემ დედაჩემმა, ეს სახელად ქვია სამშობლოს ცოდნეობა. აი ამ კურსის მიხედვით მიმდინარეობს სწავლა. აქ ბავშვები ეზიარებიან როგორც ქართულ ფოლკლორს, მუსიკალურს, რა თქმა უნდა, ასევე საეკლესიო საგალობლებს, ასევე ყველაფერს იმას ფაქტიურად რა გარემოშიც უხდებოდათ ბავშვებს ცხოვრება ადრე. ძველ საქართველოში და ეს სამყარო იყო ძალიან მრავალფეროვანი და დიდი. ანუ ამ სტუდიის ერთ-ერთი მიზანია ბავშვებს არ დაუკარგოთ ბავშვობა. თავიდანვე ასე ვთქვათ არ დაუტვირთოთ დიდების რეპერტუარით თუ დიდების სიზნელეებით. თან მოგეხსენება დღევანდელ საქართველოს სოფლიოში საკმაოდ ასე ვთქვათ იჩაგრებიან ბავშვებს პირობითად რომ ვთქვათ ძალიან ბევრი ინფორმაცია შედით თავში, არ მასმედია, კომპიუტერი ასე შემდეგ. აი ამ სტუდიაში არის მცდელობა ამ ბავშვების ვთქვათ ჰარმონიულ პიროვნებებად აღზრდისა. აქ ვთქვათ რას სწავლობენ ასევე მითოლოგიას, ქართულს, ზეპირსიტყვიერებას, ეთნოგრაფიას და ამის გარდა არ სწავლობენ, მაგრამ ზოგადი შემეცნების წესით ეცნობიან ტრადიციულ დარგებს. ტიხრულ მინანქარს, ჭედლობას, თექაზე მუშაობას, ამას შემეცნების ეს შეიძლება ვესტუმროთ რომელიმე სახელოსნოს ბავშვებმა ნახონ თავიანთი თვალით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანო მთელი ცხოვრება განვლოს და არ იცოდეს რომ ესეთი რაღაცა არსებობს და შეიძლება მისი პროფესია ეს იყოს, სწორედ ეს ტოვლა კონდეს. საერთოდ ჩვენ ნახეთ მთიების დღევანდელი შემადგენლობა ახალგაზრდათაგან არის დაკომპლექტებული, ეს ახალგაზრდები სწორედ ამერიმერში აღზრდილები არიან და ამ სტუდიის ესე იგი ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც თქვათ სიმღერის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა და უნდოდა ამ გზას გაყოლოდა, თუმცა ამერიმერის დამთავრებული არ არის აუცილებლად მომავალი მომღერალი. შეიძლება ეს კარგი მსმენელი გახდეს, ან თავისთვის შეეძლოს სიმღერა ოჯახში ასწავლოს შვილს და ასე შემდეგ. ჩამოყალიბდება ადამიანი, რომელსაც ეყარება ქართული სიმღერა, ტრადიციები ეცოდინება და არ დაივიწყებს. და ამერიმერზე კიდე აუცილებლად ისიც უნდა ითქვას, რომ საერთოდ კაცობრიობის საზრუნავია ოდითგანვე მომავალი თაობის აღზრდა. და საქართველოში ამის დიდი ტრადიციები არსებობდა და ეს ტრადიცია უკავშირდებოდა ეკლესია-მონასტრებს. ანუ ეს რაღაც ერთგვარი სასწავლებლების სკოლები არსებობდა მონასტრებთან, ეკლესიებთან. აი ღვთისწყალობით ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ამერიმერი ეს სტუდია 2007 წლიდან სწორედ დამკვიდრდა დაივანა, ასე ვთქვათ, ლურჯ მონასტერში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში. და აქ ამ დღიდან ბავშვებს უკვე ეს სულფასონად გაჩნდა საშუალება, რომ ბავშვებმა იურთიერთონ ხშირად მოძღვრებთან, მოისმინონ საღვთოს ჯულზე საუბრები და ბოლოს და ბოლოს მათ უკვე ამ სტუდიას ყავს მოძღვარი. და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის და მთიებს რაც შეეხება, მთიებიც აქვე არის დამკვიდრებული ლურჯ მონასტერში და ლურჯი მონასტრის სამრევლო სახლში, უფრო ზუსტად რა ვთქვათ.
და აქ არის ასევე სამეცნიერო კვლევის ცენტრიც ედიშერ გარაყანიძის სახელობის, რომელიც სადაც მიმდინარეობს მუშაობა, ყოველივე ამის რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამის მოძიება, ამის შესწავლა და შემდეგ გაცოცხლება, ან წიგნად გამოცემა, ან ბავშვებისთვის შესწავლა ამისი ამ თეების მიერ აჟღერება ამისა. გარდა იმისა, რომ უფროსი თაობა და მათი შემადგენლობა შერეულია, უმცროსი თაობაც და მათი ჯგუფიც დაჯგუფებულია ქალვაჟისგან, ხო? ანუ გოგონებისგან. რა თქმა უნდა, ეს ამერ იმერზეა საუბარი, აქ არიან როგორც გოგონები, ისე ბიჭები, ვაჟები და ეს ბუნებრივიც არის, ბავშვები ერთად თამაშობენ, გოგონები, ბიჭები. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამერ იმერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საბავშვო ტრადიციულ თამაშობებს, რითიც უნდა თამაშობდნენ ბავშვები და რითიც უნდა იყვნენ დაკავებულები და ეს არის ძალიან მრავალფეროვანი. ეს თამაშობები შეიცავს ისეთ მუსიკალურ ინტონაციებს, რაც შემდეგ უკვე გართულებული ფორმები ამ ინტონაციებისა არის უკვე ქართული ცნობილი მრავალხმიანი ფოლკლორი. ანუ ამას თანმიმდევრულად ეტაპობრივად ეზიარებიან ბავშვები და ნელ-ნელა ასე ვთქვათ მიიწევენ საფეხურებით მაღლა, რაც შეეხება მუსიკალურ აღზრდას. და ასევე ბავშვები იღებენ მონაწილეობას, რასაც თეორიულად სწავლობენ სტუდიაში, შემდეგ პრაქტიკაში სასოცხლებენ. იმავე ალილოს ტრადიცია რო ვთქვათ, ალილოს თუ ისწავლიან, მერე ალილოზე ჩამოივლიან ამ სიმღერით, მიულოცავენ ოჯახებს, უკვე 2 წელი ამ ტრადიციას აკეთებს ეს დღევანდელი ჯგუფი. ეს არის ფაქტობრივად 4 წლიანი კურსია დაახლოებით ამერ იმერის. შემდეგ ამთავრებენ ბავშვები და რაღაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ მიღებული. შეიძლება ეს გაგრძელდეს კიდეც, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ბავშვები ასევე მონაწილეობენ რაღაც დღეობებში, ტრადიციულ დღეობებში, რომელიც შეიძლება დღეს აღარ არსებობს, უკვე რაღაც მიზეზების გამო აღარ არის, მაგალითად თქვათ არიფანა. ეს არის საგაზაფხულო დღეობა, როდესაც ბავშვები გადიან მინდვრად ყვავილებთან, ეს ყვავილების ზეიმი, ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს და ზეიმობენ, მღერიან, ცეკვავენ, თამაშობენ. აი ამ წესჩვეულებასაც, ამ ტრადიციასაც ასრულებენ ჩვენი ბავშვები. ასევე შეიძლება ითქვას, აი ახლა ამ პერიოდში ემთხვევა ჩიტფაფაობა, ასეთი თამაშია, როდესაც ბავშვები გადიან ტყეში ან ბაღში და ფაფას წააცხებენ ხესთან, ამას თავის თამაშები ახლავს, თავის გამოთქმები და იწვევენ ჩიტებს, ასე ვთქვათ, აპურებენ ჩიტებს, ძალიან საინტერესოა. და აი ამ სამყაროში ვცდილობთ, რომ ეს ბავშვები, ასე ვთქვათ, შევიყვანოთ აი ამ გზით. 23 თებერვალს თქვენ გაქვთ კონცერტი რუსთაველის თეატრში, ხო? ამის შესახებ მაყურებელს ვამცნოთ. რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, 7 საათზე საღამოს ორშაბათს. ეს ამ საღამოს თიები, ანსამბლი თიები, რომელიც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ ეთნომუსიკის თეატრზე, ფაქტობრივად ეთნომუსიკის თეატრს წარმოადგენს სცენაზე და ამიტომ ეთნომუსიკის თეატრადაც მოვიხსენიებთ თიებს, წარმოადგენს ეს კი ორ განყოფილებად პროგრამას. პირველი განყოფილება მიეძღვნება ქართულ ქორწილს. ქართული ქორწილის ტრადიციებს, მუსიკალურ ტრადიციებს. დღეს უკვე ბევრი რამ დაკარგულია და თითქმის დაკარგულია იმ ძველი მრავალფეროვანი ქორწილისაგან, რაც ქართველებს ჰქონდა. ყველა კუთხეში თავისი დამახასიათებელი ტრადიცია არსებობდა, თუმცა ყველას ჰქონდა საერთო. აი ამ სცენაზე ორშაბათს ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს ამ ქორწილში და სურვილიც გვაქვს, რომ საქართველო ესე გაერთიანდეს და გამთლიანდეს, გაძლიერდეს ღვთისწყალობით. და იქნება ესე იგი უფრო განუმარტოთ მაყურებელს რა არის ეს ქორწილი, შეიძლება აღიქვანად დღევანდელ ქორწილს რო შეხედო, მაგ კუთხით რო არ გავიაზროთ ეს ქართულ ქორწილს, ესე იგი სუნთლიანად იყო გაფორმებული მუსიკით, როგორც ქართველი კაცის ცხოვრება. აი დავიწყოთ იქიდან, რომ პატარძალს მოსავდნენ სიმღერით, შესაბამისი სიმღერით აცვამდნენ და ამზადებდნენ. სიძე შესაბამისი სიმღერით მაყრიონთან ერთად, მაყართან ერთად მაყრულით მიდიოდა ქალთან. მეჯვარეები შესაბამისი სიმღერით მიდიოდნენ საჩუქრით პატარძალთან. რა თქმა უნდა, ტაძარშიც შესაბამისი საგალობლები ჟღერდა და საეკლესიო საგალობლები ჟღერდა სუფრასთანაც. იმართებოდა შესაბამისი საქორწილო ფერხულები, ცეკვები, შაირები,
გაშაირება. შაირებზე შეიძლება ითქვას, რომ მთიები შაირებს ასევე ასრულებს იმ ბუნებრივად, როგორც ეს ყოფაში იყო. ანუ ორი დაპირისპირებული გუნდი, ამ შემთხვევაში ქალის მაყრები და ვაჟის მაყრები ეშაირებიან ერთმანეთს და მთიების შემთხვევაში ეს არ არის წინასწარ დაგეგმილი შაირები. არამედ ისე ბუნებრივად, როგორც ეს ყოფაში იყო. ჩვენ რაღაც მონახაზები, რა თქმა უნდა, გვაქვს, ვიცით თქვათ, რა შეიძლება იყოს შაირის საბაბი და წინასწარ რაღაც გეგმა გვაქვს, მაგრამ იქ გავიგებთ ყველა შაირს ჩვენ თვითონ რა შაირებს ვინ რას ვიტყვის და არც ვიცით რას უმზადებთ ერთმანეთს. ხო, შაირებიც იყო გადამახასიათებელი ქორწილისთვის და ის მხარე იმარჯვებდა ან ქალის მაყრები, ან ვაჟის მაყრები, ვინც უკეთეს შაირს იტყოდა, ან მეტ შაირს იტყოდა. ხო, ამასაც იხილავს მაყურებელი. მეორე ნაწილი კი იქნება უკვე სხვადასხვა ტრადიციები, ანუ ქართველი კაცის ცხოვრებიდან სხვადასხვა მომენტი მუსიკით თანხლებული, გაცოცხლებული თავის წესშუალებებთან ერთად. ჩვენ საუბარი დასრულდა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისთვის. შემოგთავაზებთ მუსიკალურ ნომერს საჭიდაო, რომელსაც ანსამბლი მთიები შეგვისრულებს.